მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოებრიობას თამაშობს და სახელმწიფო უბანას თამაშობს და ეს ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ. რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ, ეს ერთხელ უკვე მოხდა და ამის არანაირი პრობლემა უმრავლესობას არ აქვს პარლამენტში, ეს მან კარგად იცის. მაგრამ მას ყველაზე მეტად უჭირს განშორება იმასთან, რაც 9 წლის განმავლობაში ასე თავგამოდებით ქმნიდა. ეს იყო მორჩილი სასამართლო. ეს არის მისთვის ყველაზე უფრო მძიმე დარტყმა, რაც მას პირადად შეიძლება მიადგეს. რომ საქართველოში სასამართლო გათავისუფლდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ვეტოს დავძლევთ, მან ერთი კვირა მოპარა ქართულ ხალხს, იმ 9 წელთან ერთად, რომელიც მანამდე მოპარა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გზაზე, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ეს რეფორმა დაიწყება და იმის მიუხედავად სააკაშვილს რა უნდა და რა უცნებები აქვს, ჩვენ მივეცით მოსახლეობას პირობა, რომ სასამართლო გათავისუფლდება საქართველოში და სასამართლო იქნება თავისუფალი და სწორედ თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა ყველას, ვისაც დანაშაული აქვს, ან მომავალში გადაწყვეტს, რომ ჩაიდინოს მოქალაქეების წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასე შემდეგ.